უბრალოდ მოგიყვებით, როგორ გავხდი 40 წლის ნევროლოგი, კენკროლოგი. ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ 90-იანი წლების მერე გაჭირვების წლები იყო. რა გზას დავდგომოდით და ოჯახის გადარჩა სარჩენად რა მიმართულება გვერდჩია. გაჭრეთში შეიქმნა ექსტენციის ცენტრი, სადაც სოფლის მეურნეობის თითქმის ყველა სპეციალობით ტარდებოდა კონსულტაციები. მოვხვდი იქ ჩემი მეუღლის მაგივრად და იქ მოგვცეს დაგვასაჩუქრეს კენკროვნების ნერგებით. სწორედ ამ დროს დაინტერესდა კენკრით და წლებთან ერთად მიხვდა, რომ მთავარი საქმე იპოვა მიწასთან, სოფელთან და მშობლიურ გურჯაანთან დაკავშირებული. 1 წლის შემდეგ კი პირველი მოსავალიც აიღო 3 კილო მაყვალი. საკმაოდ დიდი ზომის ნაყოფი იყო და ჩვენ გვყავს ახლა ჩემს ყიდველები ატმის, ისინი რომ მოვიდნენ ატმის შესასყიდად, ნახეს ეს დაკრეფილი მაყვალი. ეს რა არის მაყვალი, მათაც გაუკვირდათ, წაიღეს რეალიზაციისთვის თბილისის ბაზარში. იქ მთლად გადაირია ხალხი, იმ დღისით 5-ვე დრო იყო, მეორე დღისით 25 მოგთხოვეს, მაგრამ რა თქმა უნდა ეს რაოდენობა არ ჰქონდა. ამან მოგვცა სტიმული, რომ გაგვეშენებინა. არც ის ვიცოდით, არც ჩვენ, არც აგრონომიულმა სპექტრმა, რა ჯიშები იყო, როგორ უნდა დამოვლა, როგორ უნდა მოგვეყვანა, გაგვემრავლება. ეს ყველასთვის საკმაოდ მტკივნეული პროცესი აღმოჩნდა შემდგომში. ქალბატონი ლალი გოგინავა და ჩვენ ბევრი რამე გავიარეთ ერთად, ბევრი რამე ვისწავლეთ, ბევრგან ვიყავით, ასე ვთქვათ და საქართველოში ჩვენი ხელმძღვანელობით, მითითებით, მიბაძვით განვითარდა კენკროვნების კულტურა. ინფორმაცია მალევე გავრცელდა და უკვე ყველამ იცოდა, რომ გურჯაანში იზოლდა ქითესაშვილს მაყვალი მოჰყავდა. მაშინ ეს იყო ახალი სიტყვა, ახალი ცოდნითა და გამოცდილების ძიებით. პრაიმარკ ფრიდემ და ნაჩესი, ორივე საადრეო ჯიშია. ივნისის პირველ რიცხვებში უკვე ვიწყებთ კრეფას. ნაყოფი 20-25 გრამი გამოდის, შედარებით მკვრივია. და თანაც ის პერიოდია, რომ ხილი ნაკლებად არის, მომხმარებელი ბევრი ყავს, ტურისტი განსაკუთრებით და რეალიზაციას პრობლემა არ აქვს. ამ სახეობისთვის მაყვის რთულია გასხლა და კრეფა, მაგრამ შეუძლებელი არაფერი არ არის. თქვენ გიყვართ მაყვალი? პირადად მე ხილი დიდად არ მიყვარს, მაგრამ ნამდვილად ამას გვერდს ვერ აუვლი ხოლმე. მე ვერტმევ ხოლმე. დიაბეტიკებისთვის განსაკუთრებით სასარგებლო ყოფილა და ამიტომ ვცდილობ, რომ ვიმკურნალო კიდევაც. სამუშაო საათები დილით 5 საათზე იწყება. წლების განმავლობაში სელექცია აქტიური, ამიტომაც მასაც არაერთი ჯიშის შესწავლა უწევს. ჯიში ნამდვილად ძალიან კარგია, მაგრამ ნაჩესთან შედარებით საკმაოდ რთული მოსავლელია. რა კუთხით? ახალი ყლორტი რო გამოდის, ეს არის სწორმდგომი, არ არის ლიანისებური, აუცილებლად უნდა მოხდეს. ხედავთ, მიმაგრებული არის ყველა ყლორტი საყრდენ სისტემაზე, თუ არ იქნა ესა, აი უბრალო ქარი კი არა, უბრალო ნიავიც კი შეიძლება მოხვიდე ბაღში და სულ ძირს იყოს დამდროული ტოტები. ბადეებით იცავს მაყვალს, სეტყვისგან და მზის პირდაპირ სხივებისგან. არასდროს იშურებს რჩევებსაც მათთვის, ვინც მაყვლის კულტურით ინტერესდება. აუცილებელი არის დამუშავება მცენარეთა დაცვის საშუალებებზე. აუცილებლად ვთქვათ, რომ აი ნებისმიერი 1-3-გან 4-გან აიღეთ ფოთოლი. თუ თქვენ არა გაქვთ გამადიდებელი ლუპა, მცენარეთა დაცვის საშუალებების სადაც იყიდება, იმათა აქვთ და შეამოწმეთ ტკიპაზე. ისინი ქვედა მხრიდან ცხოვრობენ და საკმაოდ სერიოზულ დაზიანებებს გვაყენებენ. ჯერჯერობით ვერ ვახერხებთ ექსპორტზე გატანას, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მტკივნეული და რთული პროცესია, მოითხოვს ძალიან დიდ ინვესტიციას, დიდ ტექნოლოგიებს, რომ პროდუქტი ძალიან მალფუჭადი, ეს კაკალი არ არის რომ შეინახო და გამომშრალე ქოდეს თვეები.
აქ დღეები და საათები წყვეტს ბევრ რამეს, ამიტომ ამას სჭირდება მთელი ტექნოლოგია და დიდი ინვესტიციები. დღეს ხშირად იხსენებს როგორ დაიწყო, რა მასშტაბით და მოცემულობით. ამ დროის განმავლობაში კი არაერთი სირთულის მიუხედავად არასდროს უფიქრია საქმის მიტოვებაზე. როცა ვიწყებდი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. არც მქონდა ის გეგმა, რომ მე აი ამას დღეს ამას გავაკეთებ, ხვალ ამას გავაკეთებ, აქედან ამას მივიღებ, იქიდან იმას მივიღებ და რაღაც გრანდიოზული გეგმა, სპონტანურად მოვიდა ყველაფერი. ვთვლით, რომ რაც აგვაქვს ამას ხარისხიანად მოვუაროთ. წელს 12 ტონა ვთქვი, მით უმეტეს წვიმმა ძალიან დაგვიზიანა. საჭიროა სხვა მონაკვეთზედაც დამცავი ბადეების გაკეთება. ეს იმდენად შეითვისა ჩემმა თავმა, ტვინმა, სხეულმა, სულმა, რომ ეს ჩემი შვილი გახდა. ამაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა. ალბათ სანამ ცოცხალი ვარ, მე 74 წლისა ვარ. ეს მოყვალი ჩემთან ერთად დარჩება. დღეს პროფესია კენკრის სიყვარულმა სრულად ჩაენაცვლა, თეთრი ხალათით ემსახურა პაციენტებს და ახლა მიწას დაუმეგობრდა გურჯაანში და არა მარტო, ყველა მიცის, რომ იზოლდა ქიტესაშვილის მთავარი საქმე დღეს მაყვლის ბაღზე ზრუნვა. წინ კი არაერთი მიზანი, რომ ამ საქმით კიდევ უფრო მეტი ადამიანი დააინტერესოს.